ჩხუბი საერთოდ არის ადამიანისთვის ყველაზე პირველი და ყველაზე ავთენტური ბიოლოგიურად სპორტი. რაც ადამიანი შეიქმნა, მას შემდეგ არსებობს ჩხუბი. ხო, დანარჩენი სპორტების უმეტესობა რამდენიმე საუკუნის შექმნილია სულ. სადაც რაღაც ნივთი გჭირდება თუნდაც სათამაშოდ. ჩხუბს არაფერი არ გჭირდება. ჩვენთვის ადამიანებისთვის და ზოგადად ცოცხალი არსებებისთვის ყველასთვის ჩხუბი ძალიან ბევრ რაღაცას ნიშნავს. რომ ავიღოთ ძალიან ძველი დრო თუნდაც რაღაც ქვის ხანაში, თუ ვინმე ფიზიკურად ძლიერი იყო და შეეძლო გამოქვაბული დაეპყრო, შემდეგ ყველას მასთან უნდოდა, ქალებსაც, სხვა შედარებით სუსტებსაც, რომ მისი გუნდის წევრები ყოფილიყვნენ. შემდეგ ეს ძლიერი ტიპი კარგად ინადირებდა მამონტებზე, საჭმელს ექნებოდათ და ძლიერი ტიპის ქვეშ ერთიანდებოდნენ სხვები. შემდეგ რომ გადმოვახცეთ ისტორიას, კოლიზეუმის პერიოდი შეიძლება გავიხსენოთ. კოლიზეუმის პერიოდში იქნებოდა ჩხუბი ყველაზე ყურებადი სპორტი. ბევრი ფილმიც გვაქვს მაგაზე, მათ შორის ლეგენდარულები და სხვათა შორის დღევანდელი MMA დეს გალიაში ჩაკეტვა კოლიზეუმის პარალელი საკმაოდ დიდი არის. იქ ერთი იმპერატორი წვეთდა და ვინ მოიგო ჩხუბი, მაგრამ ხშირად ხალხის ოვაციების გათვალისწინებაც უწევდა იმპერატორს. ასევე ბევრ ადგილზე ლიდერს ირჩევდნენ ხოლმე სიძლიერით. ბევრი მხატვრული ფილმშიც ხდება იგივე რამე, მაგალითად დროგო. ჯერ კიდევ ილიადა რომ გავიხსენოთ, ტროას ომში აქილევსი ებრძვის ჰექტორს. და ერთ-ერთი ბრძოლა უნდა გადაწყვიტოს ორ სახელმწიფოს შორის, ვინ იქნება გამარჯვებული. ილიადადან მოყოლებული ასეთი რაღაცები ძალიან ბევრ ნაწარმოებში ხდება, მათ შორის ქართულშიც. ისტორიულად რამდენად მართალი იქნება ისინი არ ვიცი, მაგრამ შეიძლება იყოს კიდევაც. ზოგი. ცოტა მოგვიანებით განვითარებულ და ცივილიზებულ სამყაროში დუელი გახდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამე ღირსების და ავტორიტეტის შესანარჩუნებლად. და ამან ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი, მათ შორის ღირსეული მეცნიერები, მწერლები თუ სხვადასხვა მიმართულებით ცნობილი ადამიანები შეიწირა. და კაცობრიობას მაგით ბევრი რამე დააკლდა. ვინმე მხარს რო გაკრავდა, ეგრევე დუელში უნდა გამოგეწვია, თორე იმ ხელას სირცხვილად ითვლებოდა, რომ ვაშკაც არ შეეფერებოდა. ეს იმ ხელას მივიდა ცივილიზებულ დასავლეთში. რომ ვიღაცების მოკლა რომ უნდათ, ქირავდნენ სპეციალურად ვიღაც პროფესიონალ მკვლელს, რომელიც საჯარო შეურაცხყოფას მიაყენებდა ვინმე ცნობილ ადამიანს, ვისი მოკლაც უნდათ, ის თვითონ გამოიწვევდა მერე ამ მკვლელს დუელში და მოგვდებოდა. იმიტომ რომ ეს პროფესიონალი ტიპი მოერეოდა. და შეიძლება არ იცოდეთ, მაგრამ ეს კულტურა საქართველოში იყო. და ილია ჭავჭავაძეს ჰქონდა დუელი ნიკო ნიკოლაძესთან.